რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში მსოფლიო პოლიტიკურ ველზე საკმაოდ დაძაბული და მყიფე ვითარება იყო. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ, არსებული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და დაიძაბა. ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს თეთრ სახლში 28 თებერვალს შეხვდნენ. შეხვედრა წესით და რიგით ეთმობოდა იმას, რომ მხარეები გარკვეულ შეთანხმებამდე მისულიყვნენ, თუმცა ნაცვლად ამისა მოხდა მხარეებს შორის შელაპარაკება, რის შედეგადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაადრევად დატოვა თეთრი სახლის მთავარი დარბაზი და საერთო პრესკონფერენცია ფაქტობრივად საერთოდ არ გამართულა. ზელენსკისა და ტრამპს შორის შელაპარაკების საგანი მშვიდობა და ომის შეწყვეტის საკითხები იყო. შეერთებულ შტატებს როგორც დასავლურ ძალას, რომელიც რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტში ცალსახად უკრაინის მხარეს პოზიციონირებდა, წესით და რიგით ყველანაირი ღონე და რესურსი უნდა გამოენახა იმისთვის, რომ ომი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სასიკეთოდ დასრულებულიყო. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ხომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის საგანსაც წარმოადგენდა. თუმცა 28 თებერვალს თეთრ სახლში მხარეებს შორის შელაპარაკებამ ცხადყო ის, რომ სინამდვილეში მოვლენები სრულიად სხვაგვარად ვითარდება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ უკრაინის გამოყენებით, უკრაინის ჯარითა და რესურსებით შეერთებულმა შტატებმა რუსეთი საკმარისად დაასუსტა. დიდი პოლიტიკური მოთამაშეები, როგორც წესი, ბრძოლის ველად და ომის წარმოების პოლიგონად ხომ, როგორც წესი, პერიფერიულ გეოგრაფიულ ერთეულებს იყენებენ. ამის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები ან თუნდაც იგივე უკრაინის მაგალითი. ამ ეტაპზე ცხადი და ნათელია, რომ შეერთებული შტატების და უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესის საგანი უკრაინის მდგომარეობა ფაქტობრივად საერთოდ აღარ არის. ეს ძალიან კარგად იკვეთება ერთი მხრივ თავად დონალდ ტრამპის რიტორიკაში, ხოლო მეორე მხრივ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა იმ საზავო ხელშეკრულებაში, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წარუდგინა. 28 თებერვლის მოვლენებმა ძალიან ბევრ საკითხს მოუყინა ნათელი. ამ ვიდეოს ფარგლებში უშუალოდ არ დავიწყებთ ჩვენ განხილვას იმისა, თუ რაზე ისაუბრებს მხარეებმა, როგორ დაამონათეს, ასე ვთქვათ, ვოლოდიმირ ზელენსკი და ასე შემდეგ, უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ, ასე ვთქვათ, ამერიკის მხრიდან სარგებლის მიღების საკითხზე, რა სიტყვის ის უკრაინისგან, რა მიზნები აქვს და რა ხედვები გააჩნია მას. დიალოგის დროს ზელენსკის მთავარი ინტერესის საგანი პოლიტიკური გარანტიების მოძიება იყო, რომლის ფარგლებშიც მას ეცოდინებოდა, რომ ომის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი და პუტინის მთავრობა ხელახლა არ დაესხმებოდა უკრაინელ ხალხს და უკრაინას თავს. მისი არგუმენტი იყო ის, რომ ისეთი სუპერსახელმწიფოსთვის, როგორც რუსეთია, როდესაც საქმე დიდ პოლიტიკურ სრულებსა და მიზნებს ეხება, ფურცელზე დაბეჭდილი შეთანხმება და ხელშეკრულება ფაქტობრივად არც არაფერს წარმოადგენს. ზელენსკიმ მაგალითადაც მოიყვანა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დადებულ ხელშეკრულებაზე რუსეთმა ასე ვთქვათ, უარი განაცხადა და იმის საპირისპიროდ მოიქცა, რაზეც მხარეები იყვნენ შეთანხმებულები. But during 2014 nobody stopped him. He just occupied and took. He killed people, you know? I signed with him, Macron and Merkel, we signed ceasefire. Ceasefire. All of them told me that he will never go. We signed him with gas contract. Gas contract. Yes, but after that, he broken this ceasefire. He killed our people and he didn't exchange prisoners. We signed the exchange of prisoners, but he didn't do it. What kind of diplomacy, JD, you are speaking about? What do you mean? რუსეთისთვის ან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ასე შემდეგ, დიდ ფართო პოლიტიკურ ველზე ფაქტობრივად არც არაფერს არ წარმოადგენენ. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის მოლოდინი, რაც სხვას თუ არა ქართველებს მაინც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალური და ხელშესახები მოვლენაა, ზელენსკის მხრიდან ძალიან სწორი და სრულიად ადეკვატური იყო. ამდენად ხელშეკრულება უკრაინულ მხარეს არსებითად არანაირ პოლიტიკურ გარანტიებს არ აძლევდა, რის გამოც ხელშეკრულების დადება და შეთანხმების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. თუმცა ეს მხოლოდ ზელენსკის და უკრაინის მხარეა. მეორე საკითხია ის, რასაც ვითომ მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს უკრაინისაგან. იმავე 28 თებერვლის შეხვედრაზე ტრამპმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სულელმა პრეზიდენტმა 350 მილიარდი ღირებულების ფინანსური და militaristic რესურსი გადასცა უკრაინას. We gave you through this stupid president $350 billion. We gave you military equipment, and you men are brave, but they had to use our military. If you didn't have our military equipment, this war would have been over in 2 weeks. In 3 days, I heard it from Putin. In 3 days.
სულელი პრეზიდენტი ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა თავისთავად ცხადია, აქ ჯო ბაიდენი იგულისხმება. ტრამპი უკრაინისაგან გაცემული რესურსების დაბრუნებას ითხოვს და რამდენადაც უკრაინას 350 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი აწევს კისერზე, იმდენადვე ვაჭარი ტრამპი თავისუფლებას აძლევს, რომ ასე ვთქვათ, მანიპულაცია მოახდინოს უკრაინაზე და გამოითხოვოს ის გაცემული რესურსი, რომელიც უკრაინამ მილიტარისტული თუ ფინანსური დახმარების სახით მიიღო შეერთებული შტატებისგან. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრამპი არა ფინანსურ რესურსს, არამედ იშვიათ და ძვირადღირებულ მინერალებს ითხოვს უკრაინისაგან. საუბარია იმ რესურსებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური და ენერგეტიკული სფეროების განვითარებისათვის. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 22 თებერვალს გააჟღერა მედიასთან, რომ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებული რესურსების უკან დაბრუნება მოუწევდა, რაც შესაბამისად მინერალებში და რესურსებში კონვერტირდებოდა. თეთრ სახლში შეხვედრამდე სამი კვირით ადრე, ჯერ კიდევ 12 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ საზავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. შეერთებულმა შტატებმა წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უკრაინის იშვიათი მინერალების 50%, ანუ ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა გადასცემოდა. ამით ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აანაზღაურებდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის შეთანხმების ეს პირობები არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. ვინაიდან და რადგანაც ის უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის პოლიტიკურ გარანტიებს საერთოდ ვერ უზრუნველყოფდა. შესაბამისად, რჩებოდა სივრცე იმისთვის, რომ რუსეთს დაერღვია, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება და კვლავ დასხმოდა თავს უკრაინას. ასეთი შეთანხმება კი თავისთავად ცხადია უკრაინული მხარისათვის მისაღები და ადეკვატური ვერ იქნებოდა. 28 თებერვლის შელაპარაკებას თეთრ სახლში არსებითაც სწორედ ამ საკითხების ირგვლივ რეალებდა. Of course we want to stop the war, But you're saying you don't want a but I ceasefire? said to you, I want a with ceasefire guarantees. because you'll get a ceasefire faster than an agreement. Ask our people about ceasefire, what they think. ზელენსკის შეკითხვაზე თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საზავო ხელშეკრულებას დადებდნენ მხარეები, თუმცა რუსეთი ამ ხელშეკრულებას დაარღვევდა და მაინც შეიჭრებოდა უკრაინაში, ტრამპმა უბასუხა, არ ვიცი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახლა თავში ბომბი დაგვეცემა. What if anything? What if a bomb drops on your head right now? Okay? What if they broke it? I don't know. They broke it with Biden because Biden, they didn't respect him. They didn't respect Obama. They respect me. ერთადერთი გარანტია, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ, თუ ამას საერთოდ გარანტია შეიძლება ეწოდოს, რომელზეც დონალდ ტრამპმა გაამახვილა ყურადღება, იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტებს, საუბარია ჯო ბაიდენსა და ბარაკ ობამაზე, არ ჰქონდათ პატივისცემა, ასე ვთქვათ, პუტინის მხრიდან და პირიქით თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებიც არ ცემდნენ პატივს პუტინს. შესაბამისად, მათ შორის არ იყო ჯანსაღი დიპლომატიური ურთიერთობა და დონალდ ტრამპის არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ მათგან განსხვავებით ის პატივს ცემდა პუტინს და პირიქით მისგანაც პატივისცემას იღებდა. და შესაბამისად ეს იყო არგუმენტი, რის გამოც პუტინი თავს შეიკავებდა, არ დაარღვევდა ხელშეკრულებას და ასე ვთქვათ, აღარ შეიჭრებოდა ხელშეკრულების დადების შემდეგ უკრაინაში. თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ეს არგუმენტი ზელენსკისთვის მაინც და მაინც დიდი ნუგეში ვერ იქნებოდა. All I can say is this. He might have broken deals with Obama and Bush, and he might have broken them with Biden. He did, maybe. Maybe he didn't. I don't know what happened. But he didn't break them with me. თუმცა ამაზე ბევრად უფრო საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება იმ მინერალებსა თუ წიაღისეულს, რომელსაც უკრაინა ფლობს და რომლისთვისაც იბრძვის და იღწვის, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები. საინტერესოა დავსვათ შეკითხვა, რატომ და რისთვის ჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს წიაღისეული, ან ზოგადად რა ტიპის მინერალებზეა საუბარი, როდესაც ვაუბრობთ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წაუყენა პირობა, რომ მისი ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი რესურსების 50% ამერიკის მფლობელობაში უნდა გადავიდეს. რა მინერალებზეა საუბარი საერთოდ? ამ საკითხის კარგად გასაზრებლად უმჯობესია, რომ ცოტა ისტორიული ფონი შევქმნათ, ასე თქვა და შორიდან დავიწყოთ მსჯელობა. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ორი ყველაზე დიდი ეკონომიკაა, ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები და მეორე მხრივ მისი მთავარი კონკურენტი ჩინეთი. მათ შორის თავისთავად ცხადია მიმდინარეობს კონკურენცია, გაჯიბრება და ერთი მეორისადმი გადასწრების მუდმივი ცდელობა. ისეთი დარგების განვითარებაში, როგორებიცაა მიკროჩიპების წარმოება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ჭკვიანი ტექნიკა, ელექტრონიკა და ზოგადად ენერგეტიკის სფერო, ავტომობილების, უპილოტო საფრენი აპარატების, მათ შორის განვითარებული მილიტარისტული ტექნოლოგიების შექმნა და სხვა,
ჩინეთი ცალსახად ლიდერია. ეს თავისთავად ცხადია ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და აქედან გამომდინარე მისი ინტერესის საგანი არის ის, რომ ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს მაქსიმალურად დაუწყოს ფეხი და არ ჩამორჩეს მის მთავარ კონკურენტს ჩინეთს. იმისთვის, რომ ზემოთ უკვე ნახსენები მიმართულებები და დარგები განვითარდეს, საჭიროა შესაბამისი რესურსები და წიაღისეული. მაგალითად, აუცილებელია ლითიუმი, გრაფიტი, კობალტი, ნიკელი და სხვა რესურსები. დღევანდელი მონაცემებით ტექნოლოგიური და ენერგეტიკული სფეროების განვითარებისთვის საჭირო მინერალების დაახლოებით 40-45%-ს სწორედ ჩინეთი მოიპოვებს. აკონტროლებს დაახლოებით 60%-ს რამდენადაც სხვა ქვეყნებში ინვესტიციებით, იქნება ეს კონგო, ჩილე, ავსტრალია, ინდონეზია თუ სხვა, თავის გავლენისა და კონტროლის არეალებს მნიშვნელოვნად ზრდის. გადამუშავების მხრივ კი ზოგიერთი მინერალის შემთხვევაში, მაგალითად გალიუმის, ვოლფრამის ან გერმანიუმის შემთხვევაში, ჩინეთი მსოფლიო რესურსების 80-90%-ს გადაამუშავებს. შესაბამისად, ჩინეთი სამართლიანად შეგვიძლია განვიხილოთ ამ დარგისა თუ ინდუსტრიის მთავარ მონოპოლისტად. ცხადია შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბაზარი ჩინურ ნაწარმს მიაქვს, რომელიც თუნდაც იგივე ამერიკულ პროდუქციასთან შედარებით უფრო ბიუჯეტურიცაა. გარდა ამისა, ჩინეთი ტექნოლოგიებს არნახული სისწრაფითა და ტემპით ავითარებს და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამ დარგისა თუ სფეროს მთავარი ინოვაციები სწორედ ჩინეთში იქმნება. ახლა სწორედ ამ გადმოსახედიდან შევხედოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის არსებულ მოლაპარაკებებს და დავსვათ საკითხი მასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რისთვის ითხოვს შეერთებული შტატები იშვიათ და უაღრესად ღირებულ მინერალებს ნაომარი ქვეყნისაგან. მთელი ევროპის მასშტაბით უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი ქვეყანაა ბუნებრივი რესურსებით. ის ფლობს მნიშვნელოვან იშვიათ მინერალებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებში, სამხედრო მრეწველობასა და ენერგეტიკაში გამოიყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი იშვიათი მიწის ელემენტები და სხვა სტრატეგიული მინერალები, როგორებიცაა მაგალითად ტიტანი, ლითიუმი, გრაფიტი, ურუმი, ნიკელი, კობალტი, ზირკონი, მარგანეცი, ბერილიუმი, ვოლფრამი და სხვა. უკრაინა მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ ლითიუმის, ურანისა და ტიტანის მარაგებს ფლობს. აქ საინტერესოა ისიც, რომ სინამდვილეში რესურსები, რომლებსაც ტრამპი უკრაინისაგან ეთხოვს, ფინანსური კუთხით მნიშვნელოვნად აღემატება იმ დახმარებას, რომელიც ომის ფარგლებში უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მიიღო. უხეში დათვლებით უკრაინის ბუნებრივი რესურსების მთლიანი წილის საერთო ღირებულება $10 ტრილიონ უნდა აღემატებოდეს. უშუალოდ იშვიათი მინერალების ღირებულება კი $1 ტრილიონ უნდა აღწევდეს. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები იშვიათი მინერალების მთლიანი რაოდენობის 50%-ს ითხოვს უკრაინისაგან. ილონ მასკის კომერციული ინტერესებს რო თავი დავანებოთ, არსებობს სულ მცირე სამი მიზეზი, რისთვისაც სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინული მინერალები და უკრაინული რესურსები. პირველი მიზეზი ეს არის სტრატეგიული რესურსები და ზოგადად მწვანე ენერგია. უკრაინა, როგორც კი აღვნიშნეთ, ძალიან მდიდარია იშვიათი მინერალებით, მათ შორის ლითიუმით, ნიკელით, კობალტით, გრაფიტით და სხვა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბატარეების, ნახევარგამტარების, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, რომ ასეთი მასალების იმპორტი ჩინეთზე დამოკიდებული არ იყოს. ამიტომ უკრაინასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მეორე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ გლობალური მომარაგების ჭაჭობის დივერსიფიკაცია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ზოგადად დასავლეთი ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეამციროს რუსულ და ჩინურ მასალებზე დამოკიდებულება. უკრაინის მინერალური რესურსები ხელს შეუწყობს ამ მიზანს, რაც ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მესამე მიზეზად შესაძლოა დავასახელოთ ეკონომიკური პროტექციონიზმი. ამერიკის ბაზრის დაცვა ნიშნავს, რომ ადგილობრივი ინდუსტრიები უფრო მეტად უნდა ეყრდნობოდნენ მოკავშირე ქვეყნებიდან წამოსულ რესურსებს. ამ შემთხვევაში საუბარია არაუბრალოდ თანამშრომლობაზე, არამედ უკრაინის რესურსების გარკვეული აზრით მითვისებაზეც, იმდენად რამდენადაც ამერიკის შეერთებული შტატები ისწრაფვის იმისკენ, რომ 50% თავის საკუთრებაში დაეგულოს. შესაბამისად, ეს რესურსი ამერიკის შეერთებული შტატების მისცემს შესაძლებლობას იმისაა, რომ დაიცვას ადგილობრივი ბაზარი და მაქსიმალურად შეამციროს ჩინურ რესურსზე, ჩინურ წიაღისეულზე დამოკიდებულება და იმპორტი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ უკრაინული რესურსების გარკვეული ნაწილი ქვეყნის ტერიტორიის იმ ერთეულებშია განაწილებული, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფარგლებში რუსულმა ძალებმა, რუსულმა სამხედროებმა დაიკავეს. შესაბამისად, უკრაინის ოკუპირებულ ნაწილშიცაა თავმოყრილი მნიშვნელოვანი და ღირებული წიაღისეული, თუმცა თავისთავად ცხადია, უკრაინის მთავრობას ამ ნაწილზე კონტროლი საერთოდ აღარ აქვს. თუმცა ამის მიღმაც უკრაინას უხვი რესურსები, მინერალები და წიაღისეული გააჩნია. 28 თებერვლის მოვლენებიდან ალბათ უნდა ვისწავლოთ ის, რომ დიდ პოლიტიკურ ველზე არ არსებობს კეთილი და ბოროტი.
მორალური და ამორალური, არამედ არსებობს ქვეყნის ინტერესი, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი, რომლის გატარებასაც ცდილობს ესა თუ ის სახელმწიფო, მით უფრო სუპერსახელმწიფო. ხოლო ტრამპი ერთი დიდი ვაჭარია, რომელსაც მარტივად შეუძლია ადამიანთა სიცოცხლესა და ომის დანაკარგებზე ხელი მოითხოვს. ამ მოვლენების აღსაწერად რელევანტური იქნება მაკიაველიზმის ერთ-ერთი ცენტრალური დებულების გახსენება, მიზანი ამართლებს საშუალებას. საბოლოოდ კი ბრმა და ჰაერში გამოკიდებული რწმენა იმისა, რომ რომელიმე ქვეყანა ან რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობითი ადმინისტრაცია, იქნება ეს რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ირანი, ბელგია თუ სხვა, იმ ინტერესით იმოქმედებს, რომ საქართველო განვითარდეს და ეკონომიკურად დაყავდეს, საყდრის სრულიად მოკლებული და აბსურდულია. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში, ხოლო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და მოეწონეთ ვიდეოები.